ხატ 3 წლიდან. შეიძლება პროგრამა საკმაოდ იმიტომ არ მახსოვს. დავამთავრე, ჩავაბარეთ 13 წლის რო ვიყავი ნიკოლაძის სასწავლებელში და მან დავამთავრე ფერწერის ფაკულტეტი. და ამავე წელს, როცა დავამთავრე ნიკოლაძე, ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინის განხრით და წელს ვამთავრებ. პერსონალური გამოფენა მქონდა ნოემბერში. 70-მდე ნახატი იყო გალერეაში გამოფენილი და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და მივხვდი, რომ აქტიურად უნდა გავაგრძელო ამ სფეროში მუშაობა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მან მხატვრობა, იმიტომ რომ მოდელობა არ არის ესეთი სერიოზული სფერო, რომ ამ მთელი ცხოვრება მიუძღვნა, ვერც მიუძღვნა, იმიტომ რომ მოკლე ხნიანი სამსახური არის, ასე ვთქვათ. და რაც შეეხება დიზაინს და მხატვრობას, ეს რაც მთელი ცხოვრება გდავს. თუ რა თქმა უნდა, ნიჭი. არასდროს არ მეცნობია მოდელობაზე. ისე მოხდა, რომ 19 წლის რო ვიყავი, ჩემმა მეგობარმა მიიყვანა სამოდელო სააგენტოში. თუმცა რაღაც სპონტანურად მოხდა რა ძალიან და სერიოზულად არასდროს არ ვუყურებდი. ვხილდი რაღაც გავერთობის, ანამ რაღაცა ახალგაზრდა ხარ თუ რაღაც და აღმოჩნდა, რომ თურმე დაინტერესებას ვიმსახურებ დიზაინერებისგან, ფოტოგრაფებისგან. ვიცი, ესე შევჭი. მაგრამ პარალელურად ვხატავდი. ძირითადად ქართულ ბაზარზე მიმუშავია, იმიტომ რომ უცხოეთში ამ მხრივ არასდროს პროფესიული მხრივ არ წავსულა. რადგანაც არ გამოვიდა, იმიტომ რომ გვიან დავიწყე ეს სფერო. მე მიღია თბილისის Fashion Week-ზე მონაწილეობა, Georgian Fashion Week-ზე. მე ვთვლი, რომ მურჩა ჩემი სამოდელო კარიერა, იმიტომ რომ 23 წლის ვარ და ვაპირებ გავაგრძელო მხატვრობის დარგით უფრო. ჩემ დიზაინერულ კოსტიუმებში შედის მხატვრობაც, იმიტომ რომ ამთავრებ მოხატვის ფაკულტეტს აკადემიაში და აქ შედის მოხატვის ელემენტები, ანუ ჩემი ხელით ვხატავ კოსტიუმზე. ადრე თუ ვიცვამდი დიზაინერების კოსტიუმებს, შეიძლება ითქვას, რომ მე ჩავაცვამ სხვადასხვა მოდელებს და იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევ. ამ კედელზე მაგალითად ამ ტექნიკას ეწოდება ბადიკის ტექნოლოგია, ნაჭერზე ხატვა, წყლის საღებავით. ამ ხარეს არის შედარებით ახალი ნახატები, ბოლო წლის მანძილზე გაკეთებული. მგონი ეტყობა რაღაც. სტილის შეცვლა უნდა. ჩემი სახლი რაღაც პატარა გალერეასავით არის მოწყობილი. აქაც აბიტურიენტობის პერიოდში რაც გამიკეთებია. ამუშავებია, ეს არის მოსამზადებელი პერიოდი ხანქარში. ასეც ფაზისდი. კონცეპტუალური ნამუშევრები. ეს ფაქტობრივად სამსახში მქონდა გამოფენა და ყველაზე ისე მოეწონა. ამჟამად არაფერი არ მაქვს დაწყებული ფერწერის მხრივ. ძირითადად გადავერთე კოსტიუმის მოხატვაზე, ამიტომ რომ დიპლომი მაქვს დასაცავი. და ძირითადად ამ კოსტიუმებს ხატავ და ვაკეთებ. მაგისტრატურას ვაპირებ, რომ გავაგრძელო ფლორენციაში. დღეს ვაპირებთ გადავიღოთ მე და მარიამ სიჭინა, უბრალოდ მარიამ სიჭინა არის ფოტოგრაფი და გადაიღებს ჩემ კოსტიუმებს.